მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ღვთისმეტყველების საათი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, აგრეთვე თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი, გელათის სამეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, დეკანოზი ბიძინა გუნია. მოგესალმებით, მამა ბიძინა, მადლობა მობრძანებისთვის. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო თემა არის და ცოტა რთულად გასააზრებელი თემა, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ გადაცემაში, ეს არის მოვლენების ქრისტიანული აღქმა. საკმაოდ რთული თემა და გამომდინარე საიდან, კაცობრიობის ისტორიას თუ გადავხედავთ, თუნდაც არაქრისტიანის ჭრილშია, ზოგადად კაცობრიობის ისტორიას, მრავალმა რელიგიამ, რელიგიურმა ფილოსოფიამ, ფილოსოფოსებმა სხვა ცადა ასე თქვათ განემარტარას როგორი იყო ღვთისნება ადამიანის ცხოვრებაში, რა იყო ადამიანის ესე იგი ცხოვრების სირთულეები და ასე შემდეგ. აი მაგალითად, თუნდაც უკვე ქრისტიანულ ისტორიაში თუ გადმოვალთ, ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაზე, უკვე პირველ საუკუნეებში მაგალითად იუსტინე ფილოსოფოსი ამბობს, რომ აი წარმართებსაც ჰქონდათ თუ წარმართვალე, თუნდაც ფილოსოფოსებსაც გარკვეული ჭეშმარიტების მარცვლები, გააზრების უნარი, ლოგიკა და სხვა, მაგრამ ეს ყველაფერი მათზე მიცემული იყო ისევ და ისევ ღვთისნებით, ესე ვთქვათ, ძე ღმერთის ესე ლოგოს ასახელებს. იქ მისი მადლით იყო მიცემული, მაგრამ მათში სრული ჭეშმარიტება არ იყო, ესე იგი მოვლენები რო სწორედ აღექვათ. ერთადერთი ღვთისნების მოქმედება ადამიანის ცხოვრებაში იქნება თუ ერის ცხოვრებაში თუ ზოგადად საღვთო ისტორიის ამის გააზრების საშუალებას იძლევა ერთადერთი მადლის, რომელიც ეკლესიაშია დავანებული. კლიმენტე ალექსანდრიელი წერს, რომ წარმართებსო ქონდათ გარკვეული საშუალება, რომ მათ რაღაცა დონემდე ჭეშმარიტების მარცვლები ქონდათ, მაგრამ ეს ხანდახან დაცემული ანგელოზებისგან ეცემოდა თუ და ამიტომ მასში ჭეშმარიტების მარცვლები შებრღალული იყო, ესე ვთქვათ, უკეთურებით. და ასევე შეიძლება ითქვას, რომ არა მხოლოდ დაცემა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში დავით მეფსალმონი ამბობს, რომ ყოველი ღმერთნი წარმართანი ეშმაკარია. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის მადლის გარეშე, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, საგნების გარეშე, რასაც ადამიანის სასულიერო სემინარი აკადემიაში შეისწავლეს, არამედ მადლის გარეშე სწორი აღქმა ჰქონდეს ადამიანს ფაქტობრივად შეუძლებელია. მადლის გარეშე გულისხმობ სულიერ ცხოვრებას, უფრო სწორედ ეკლესიურ ცხოვრებას. განათლებასთან ერთად ეს იქნება, აი მე მახსოვს უწმინდესმა საგანგებო დაამატა თბილისის სასულიერო აკადემიაში საგანი კრიტიკა და ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება, რომ ადამიანს სტუდენტებს შეძლებოდათ ფილოსოფიის ისტორიის შესწავლის ფონზე და ამავე დროს ძველსა და ახალ აღთქმას ლიტურგიკას სწავლობდნენ ასე შემდეგ, ქონოდათ მოვლენების გაანალიზების უნარი, ან რაღაც სხვადასხვა ფაქტების, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თუ ადამიანი ეკლესიურად არ ცხოვრობს, აი ეს მშვენიერებას არ განიცდის, საღვთო მადლს არ ეზიარება, თანაზიარი ამის არ არის, ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ მას ჰქონდეს სწორი აღქმა მოვლენების თუნდაც მის ცხოვრებაში და ღვთისნების გამოვლენას, თუნდაც ერის ისტორიის, როცა ერის ისტორიას ეხება ეს საკითხი, მე მინდა ესე დავიწყოთ საუბარი, როგორი უნდა იყოს და რა აკლია ადამიანს, როცა ეკლესიის გარეშე ცხოვრობს. დიახ, უპირველეს ყოვლისა მადლობა მოწვევისთვის, მამა გიორგი. მე ჩემს სათქმელს დავიწყებ მისი უწმინდესობის და უნიტარესობის, ილია მეორის ერთ-ერთი საოცარი შეგონებით, ერთ-ერთ ეპისტოლეში იგი ბრძანებს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს მოვლენების სულიერი აღქმა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მოვლენების სულიერი აღქმა. და შემდეგ ამ აზრს ამვითარებს და ბრძანებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა უდიდეს საეკლესიო დღესასწაულებს ოდენ მიწიერი საზრისით ეგებებიან. აი მაგალითისთვის აღდგომის დღესასწაული საქართველოში ბევრს უხარია, მაგრამ სათანადო მზაობა არ არის. მარხვას არ იცავს, ლოცვებს არ კითხულობს, აღსარება არ უთქვია, ვერც შესაბამისად ეზიარა. სამაგიეროდ ძალიან ლამაზი წითელი კვერცხები მოამზადა, იქ პასკა ძვირფასი გააკეთა და საზეიმო სუფრაზეც აუცილებლად ესე იგი ქრისტეს აღდგომის სიხარულის თანაზიარი იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ აჩრდილია და რეალობასთან ძალიან შორს დგას. მოვლენების სულიერი აღქმა გულისხმობს გაციცნობიერებას, რომ ჩვენ ვიმყოფებით დროსა და სივრცეში, მაგრამ ეს არის ევქარისტიული დრო და ევქარისტიული სივრცე. ფიზიკოსებს აქვს სივრცის განმარტება, ფიზიკური სივრცე და დრო, ბიოლოგიაში არის ბიოლოგიური დრო და სივრცე, შეგვიძლია ამ საკითხებზე ვისაუბროთ, მაგრამ არ ღირს ახლა ჩაღრმავება და რაც შეეხება, ნახეთ, ევქარისტიული დრო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების დიდი ნაწილი, რომლებიც ეკლესიურად არ ცხოვრობენ და შესაბამისად მოვლენებს ვერც სულიერად აფასებენ,
შესაბამისად ამოვარდნილი არიან ევქარისტიული დროიდან. რა მხედველობაში? ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, ერში მოქმედებს კალენდარული სისტემა, რომელიც ამჟამად, პირველი იანვრიდან იწყება, წელიწადში არის 12 თვე, არის 4 სეზონი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და ასე შემდეგ. მაგრამ ბევრმა თუ იცის, რომ არსებობს საფასექო წელიწადი, პასექი სააღდგომო წელიწადი და დღესასწაულთა დღესასწაული. მართლმადიდებლურ ეკლესიაში სწორედ არის აღდგომა და აღდგომიდან მომდევნო აღდგომამდე დროის ინტერვალს საფასექო წელიწადი ქვია. და რომ ეს წელიწადი 3 ქვე პერიოდად იყოფა. მოდით ესეთი შედარება გავაკეთოთ. საშუალო ასაკის ადამიანი 30-40 წლის პიროვნება ვერ ფლობს ცოდნას იმის თაობაზე, რომ წელიწადში 12 თვეა და 4 სეზონია. გასაკვირი ამბავი იქნება პირდაპირ. როდესაც ეკლესიური ადამიანი ვერაცნობიერებს, რომ საფასექო წლის რომელ პერიოდში იმყოფება, პირველი პერიოდი ეს აღდგომიდან ყოველთა წმინდათა კვირიაკემდე პერიოდი. ეს არის აღდგომიდან 50-ე დღე არის სულთმოფენობა და ერთი კვირის თავზე არის ყოველთა წმინდათა კვირიაკი. ეს არის განსაკუთრებული საკითხავებით აღინიშნება ეს მსახურება. შემდეგ არის ყოველთა წმინდათა კვირიაკიდან ვიდრე მეზვერისა და ფარისევლის კვირამდე მეორე პერიოდი და მესამე პერიოდი მეზვერისა და ფარისევლის კვირიდან ვიდრე დიდი შაბათის ჩათვლით. აი ჩვენ უახლოვდებით ახლა სულ ნების შვიდეული იქნება შემდეგ აღდგომა. როდესაც ადამიანი ვერაცნობიერებს აი ჩემს მიერ მითითებულ პერიოდებს, ეს ნიშნავს, რომ იგი ევქარისტიული დროიდან და სივრციდანაც ამოვარდნილია. ისმის კითხვა და რა ამის მერე დაუშვათ ამოვარდნილია. საქმე იმაში გახლავთ, რომ ის ღვთიური მადლის თანაზე არის ვერ ხდება და ყველაზე მთავარი ადამიანის ცხოვრების საზრის ვერჭრეთს. მოდით კიდევ უფრო გავამოქმოთ ფერები და ვთქვათ, რომ იქმნება მოდელირებული რეალობა და აი ამ რეალობას მიყოლა, რომელიც საერთოდ აშორებს ადამიანს ღმერთს. პირველი მოდელი ასე თუ ვიმჟელეთ ამ კუთხით, პირველი მოდელირებული რეალობა ჩვენ ხვდებით ესე იგი ედემის ბაღში, როდესაც გველი აცტუნებს ადამიანებს და ტყუილს ეუნება, ატყუებს მათ. ანუ უფალმა უთხრა ადამიანს, რა წამშიც შეჭამ ხის ნაყოფს ცნობადისა, კეთილისა და ბროტისა, იმ წამში მოკვდებოდა. გველი ეუნება, არ მოკვდებით. ანუ სხვა რეალობაში გადაღავს. და უფლის სიტყვას, აქ ძალიან დიდი ძალა უფლის კურთხევას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ევამ დაუჯერა გველს, შემდეგ ევას მიენდო ამ საქმის განუჩხრეკელად, ესე ვთქვათ, ადამი და უმძიმესი შედეგით დასრულდა ყველაფერი. ანუ გველმა მათ შეთავაზა პარალელური რეალობა, რომელიც ახლოსაც არიდგა უფლის სვლაგესთან, ადამიანთა ხსნის ავტოგანგებულებასთან. მავანი იტყვის, რატო იყო ეს ხე დარგული ხეცნობადისა კეთილზე? მოვიდოდა დრო და ამ ხის ნაყოფსაც იგიმებდა, მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული დრო და საჭირო მომზადება უნდა გაევლო კაცობრიობას მთლიანად. ეს იყო აკრძალული ხილი. აი ეს არის სწორედ მოდელირებული რეალობა, რომელსაც ძალიან მკაფიოდ უფლის ერთ-ერთი საოცარი შეგონება წარმოაჩენს. ეძიებდით პირველად სასუფეველ საღმრთისასა და სიმართლესა მისა და ყოველი ეგე შეგეძინოთ თქვენ. ხა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც საეკლესიო დღესასწაულებს ოდონთ ყოფითი კუთხით უყურებს, ბზობას მოვედი, ბზა წავიღო სახლში, ვაკურთხებინო, მაგრამ ისმის კითხვა და წერილოცვას დავესწარი, საგალობლების მნიშვნელობა გავიგე, მივხვდი ადამიანთა ხსნის საავტოგანგებულებაში ამ ბზობის უდიდეს დღესასწაულს, რა მნიშვნელობა აქვს? საერთოდ მესმის კი ადამიანთა ხსნის საავტოგანგებულება, თუნდაც საავტოამშენებლობა, ღვთის განზრახულობა ადამიანთა ხსნისა. ხშირ შემთხვევაში აღმოჩნდებოდა არა. აი სწორედ ამის გამო იქნება სხვადასხვა თეორიები, სხვადასხვა მიმდინარეობები, რომელთაც ადამიანები მთელ სიცოცხლეს
ასე იგი ხარჯავენ, ესე ვთქვათ, თელ სიზოძეს მიუძღვნიან და ხელში არაფერი რჩებათ. მე მინდა ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მეცნიერის ბოლო სიტყვები, თქვა, ოღონდ იმდენად დიდ პატივზე მე არ დავასახელებ სპეციალურად ამ ქართველ მეცნიერს, რომ მან თქვა სასწარკვეთილი სიტყვები, ყოველივე ამაოება არის. რა შესაქმეც ეს სიტყვები მართალია, მაგრამ მან მიაღწია დიდ მწვერვალებს, დაიპყრო იმ თავის მეცნიერებაში, რა ვიცი, ერთ-ერთი სოფლიოში გამოჩენილი მეცნიერი და ამ ქვეყნიდან გადის სასწარკვეთით. რატომ ვერ ხედავს მომავალს? ადამიანთა დიდ ნაწილს გონია, რომ ცხოვრება სრულდება ადამიანის გარდაცვალებით. ეს ძალიან დიდი ტყუილია. ადამიანის სიცოცხლე, ადამიანი უკვდავად არის შექმნილი, დიახაც, როდესაც ის გარდაიცვლება, სული გაცილდება სხეულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი ყოფიერება დასრულდა. ეს არის სიკვდილის კარიბჭე, რითაც ჩვენ მარადიულობაში შევაბიჯებთ. ეს განშორებას დროებითი არის. რა თქმა უნდა, მართალი ბრძანდებით და აკი ჩვენ მართლაც ყოველდღიურად კითხულობთ რა წამს დილის ლოცვებში და ჩართული ამ წამსი, ცნობილი მე-11 წევრი მოველი აღდგომა სამკვდრეთით და მე-12 დაცხოვრებასა ნერმისა მის საუკუნესასა და ამინ. ის რომ ჩვენ მარადიულობისკენ უნდა ვიმზირებოდეთ და მართლმადიდებლური ქრისტიანობა სწორედ მარადიული ცხოვრების, ესე იგი ნეტარი ცხოვრების დამკვიდრებისკენ მიგვითითებს, ეს ჩანს თუნდაც ერთ პატარა ლოცვაში, რომელსაც ჩვენ როგორც დილს და საღამოს ლოცვებისაც ვიმეორებთ, ისე გამუდმებით ძალზე ხშირად წირვა ლოცვას გაისმის. ეს გახლავთ შემდეგი. განიდიდება უფალი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა და დაბოლოება აწდა მარადის დაუკუნითი უკუნისამდე. აწ ეს დრო არის და კავშირია მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ასე რომ პიროვნება, რომელიც მოევლინება ამ ქვეყანას, იგი არსებობას მარადიულად აგრძელებს. ოღონდ ერთ შემთხვევაში უფალთან ერთად სათასასწრაფოში და ღმერთმა ყველა დაიფაროს მარადილ სადანჯველში, რომლის ესე იგი უფლის მადლისაგან აბსოლუტურად განზარცულია. ასე რომ თქვენი სათავო კითხვა მოვლენების სულიერი აღქმა ეს ძალზე მნიშვნელოვანია. მოდით გადავხედოთ ფიზიკის კანონებს. ძალიან მარტივად ეხა თერმოდინამიკა, ესე იგი მექანიკა, ელექტრობა, მაგნეტიზმი, ატომური ფიზიკა. ეს კანონები ვინ შექმნა და რას ექვემდებარება და რა ფუნქცია აქვს მათ? პასუხი არის ეკლესიურად ძალზე მარტივი. როდესაც უფალმა მოაწყო ყველაფერი მე-6 დღეს, უკვე დღის ბოლოს ქმნილებათა გვირგვინი ადამიანი შექმნა და აკურთხა და ყველაფერი მისთვის შექმნა. მოდი დავსვათ კითხვა, მზე, მთვარე, ვარსკვლავი, ეს ყველაფერი ადამიანს ემსახურება? პასუხი ელემენტარულია, დიახ. და ყველაფერზე მთავრობს ადამიანი დაუშვათ ცის ფრინველებზე, ცხოველებზე, დიახ. რა თქმა უნდა, ჰარმონიულ ურთიერთობაზე, იერარქიულ ურთიერთობაზე არის ლაპარაკი და ეს არის მთავარი, ანუ ყველა პროცესი რაც მიდის, ჩვენ უნდა გავმჭვრიტოთ ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულების ჭრილში. მოდით ორ ნაწილად გავყოთ პირობითად. სამოთხისეული ყოფა და დაცემისეული ყოფა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. როდესაც ადამი და ევა სამოთხეში იმყოფებოდნენ, ის მადლისმიერი მდგომარეობა, საოცარი ნეტარი მდგომარეობა ჩვენ დავკარგეთ. გავმიწიერდით. ჩვენი გამიწიერება რაში გამოიხატა? ერთგან წმინდა იოანე დამასკელი მერვე საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველი ბრძანებს, რომ მან ადამმა უგუნური გულის თქმა მის ესე იგი ღვთაებრივ აზროვნებაზე გააბატონა. ნახეთ რა მოხდა, ესე იგი ჩვენ ხო ვიცით სულ სამი ძალა აქვს, ეს მოაზროვნეობითი, გულის თქმითი და
ეს მრისხანებასთან დაკავშირებული, დიახ, ესე იგი, რაშია საქმე? როდესაც ადამიანში მოაზროვნეობითი ძალა ბატონობს და ჰარმონიულად არის გულის წყრომითთან და გულის თქმისთან, ესე იგი, შეფარდებით, მაშინ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ როცა გულის წყრომა დომინირებს ყველა სხვა ძალაზე, ან გულის თქმა დომინირებს, იქ ჰარმონია ირღვევა და ყველაზე მთავარი წდება კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის. ასე რომ მოვლენები სწორად უნდა ავუქოთ. მავანი იკითხავს, ნუ თუ წყალი რო დუღდება, ესეც ადამიანს ემსახურება, რა თქმა უნდა, ყველაფერი საარსებოდ, რაც ჭირდება ადამიანს ღმერთმა შექმნა. თევზით, წყალში, ფრინველის ჰაერში, ესე იგი ცხოველის, ყველა, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ ქმნილება აუმხედრდა ეს ყველაფერი, აუმხედრდა. ეს უკვე იმის გამო ხდება, რომ მეფსალმონე დავითი აღნიშნავს, თქვა გულურმა გულსა შინათვისა არ არის ღმერთი. აი ეს არის ყველაფერი. ნახეთ, ერთ მისმა უწმინდესობა და უნიტარესობამ ილია მეორემ ძალიან კარგად განსაზღვრა რა არის სეკულარიზმი. ეს არის ადამიანის უღმერთოდ არსებობა. დამთავრდა ყველაფერი გარკვეული. ანუ ღმერთი არ არსებობს, აქედან უკვე არსებობს კანონები, მოდელირებული რეალობა, არ მინდა ვინმე მცოდად გამიგოს, რომ მე წინააღმდეგი ვარ საზოგადოებრივი კანონების, მაგრამ კვლავ მისი უწმინდესობის და უნიტარესობის ილია მეორის სიტყვებს გავიხსენებთ, ერთ-ერთ ეპისტოლეში ბრძანებს, რომ საერო კანონები წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს სასულიერო სწავლებასთან. ეს ყოლა დაუშვა. მაგალითად, მავანი იკითხავს, რომელ სასულიერო სწავლებაზე მიგვითითებთ მამო? პასუხი მარტივია, თუნდაც 10 მცნება. პირველი 4 ადამიანის მიმართება უფალთან, შემდეგი 6 მომდევნო, ესე იგი, ადამიანთან მიმართება. და თუ ერთი განსაკუთრებული თვალით შევხედავთ, ხედავ რაოდენ დაცემულა ადამიანი. რაც უნდა ადამიანს იმის თქმა, რომ კაცი არ უნდა მოგლას. დავუშვათ მე-6 ცნება. ან იმის თქმა, რომ არ იმუშო, ცილი არ დასამო. თურმე როგორ დავშოროებულად უფალს და უფალს სურს, რომ ამ ცნებების დაცვით ჩვენ ცოდვას ავერიდოთ. უფრო მეტის გვითხრა ჩვენი ესო ქრისტემ რეალობა კარგად რომ აღვიქვათ. 9 ნეტარება ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა. აღარ გავაგზავნე, მაგრამ მეშვიდე ნეტარიყვნენ მშვიდობის მყოფელნი. ნახეთ როგორ ჭირდება დღეს სოფლიოს მშვიდობის მყოფელნი. აი თუ იგინი ზეთ მთისად იწოდნენ. და ყოველი ეს ნეტარების, აი რაც ჩამოგვითვალა უფალმა, გახლოებს უფალთან და გეხმარება დაძლიო ბრძოლები. როდესაც ადამიანი თავში ეს უწმინდესმა მეგვითით ასევე მხოლოდ ამახვილებს ყურადღებას უფლებებზე, მე ამის უფლება მაქვს, მე ეს შემიძლია, მე ეს გავაკეთე, მაგრამ სად არის ვალდებულებები, მოვალეობები, სად არის და ყველაზე მთავარი პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა ღმერთის და ისევ ადამიანის წინაშე. ჩვენ ხშირად მართლმადიდებლებს ესე იგი გვამტყუნებენ, რომ აი თქვენო ამბობთ, რომ კაცი უპირატესია და ამითო არ ვუღებთ რაღაც თანაბარდობას. ჩვენ ვეუბნებთ, ჩვენ არაფერი თანაბარდობას არ ვუღებთ. კაცის უპირატესობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მისი პასუხისმგებლობა უფლის წინაშე გაცილებით მეტია ვიდრე ქალის. და ადამიანი, რომელიც უფალს არ აღიარებს, ეს მისთვის მიუღებელია. დიახაც ისეა, რომ აბა ნახოთ, ესე იგი დაბადებაში უფალი ვის ეძახის? ადამს, ადახარ, მას თხოვს პასუხს. და სწორედ ეს არის აი ეს უპირატესობა. გენდერის თეორიამ შემოიტანა გაუკუღმართებული სქესის გაგება. ანუ ჩვენთვის ბიბლიიდან ვიცით, რომ აი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. ისინი ამბობენ, ეს ბიოლოგიური სქესია და შემდეგ სოციალური სქესის ტერმინი შემოიღეს და თუ რაიმე გაუკუღმართება შეიძლება წარმოიდგინოს სექსუალური ადამიანმა, აი მას მიემართება და ყველაზე ცუდი ისაა ის, რომ მათ შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. ეს არის სწორედ ანტიქრისტეს გზა, ეს არის სწორედ ღვთისგან საოცარი გაუცხოება და ასე მეტყველი ადამიანი, ასე მოაზროვნე ადამიანი, რა თქმა უნდა, ცხოვრების ჭეშმარიტ საზრის ვერ ჭვრეტს. არამედ მოდელირებულ სამყაროში ცხოვრობ. მოდიშ გაწყვეტინებთ, მაგრამ ფემინისტები ახსენეთ თქვენ და
თუნდაც ისტორიულ ჭრილში რო გაიაზროს ადამიანმა, ხო, ვინც ესე ვთქვათ გულუბრყვილად ვინც იჯერებს, ესე ვთქვათ, მათგან, რომ ეს სწავლებები საიდანაც მოდის, ის მზაკვრობიდან მოდის, ის მზაკვარი ადამიანი, ვინც ამას გეგმავს, მაგრამ ვიღაცა გულუბრყვილად იჯერებს. თუნდაც ისტორიულ კონტექსტში რო გაიაზროს, ქრისტიანული ეკლესიამ აამაღლა ქალის უფლებები, თუნდაც აი ერებში, წარმართულებში, რომის იმპერიაში შემდეგ პირველი კონსტანტინე დიდია, რომელიც ქალის უფლებებზე წერს პირველ კანონებს. ეს ერთი უფლებებსაც შეეხება, თვითონ წმინდა წერილი. აი, პავლე მოციქულიძე ხშირად მოყავთ მათ ეს ციტატა, ესე ვთქვათ, ეს ამუნარიდი, რომ ესე იგი არ არის მამაკაცება, არის დედაკაცება, ამას აბსოლუტურად გადატრიალებულად ცდილობენ განმარტონ. როდესაც კონტექსტს უბრალოდ აი განმარტების გარეშეც რო წაიკითხოს ადამიანმა. პავლე მოციქული რაზე საუბრობს აქ, რომ წარმართებით შემოიყვანა ეკლესიაში, მათ ხო ამისთვის ქრისტიანისთვის მოვიდა და ღვთის წინაშე ცხონების საკითხში პავლე მოციქული ყველა ქალის და კაცის შორის ყველა ცხონდება, ყველა მოწოდებული განხესე განიხრთოს და ქრისტესთან ერთად კონდეს ამაზეა საუბარი და ესე იგი აქედან მუხს ამოიღებ და რასაც გინდა იმას მოარგებ. ანუ ესე რამხელა მზაკვრობადებს ამის უკან. უდიდესი დიახ, მადლობა რომ ესე წარმართეთ საუბარი, მამა გიორგი, დიახაც ეხლა მომიტივდი და რუსაველი საოცარი სიტყვები, ჯერ როდის თქვა ქართველმა ქრისტიანმა კაცმა დიდმა რუსთავმა ლეკვი ლომისა სწორია ძუიკოს გინდა ხვადეო რა თქმა უნდა თქვენ სწორი ბრძანდებით ყველამ ვიცით ჩვენ რომ მაცხოვრის აღდგომის ესე იგი მენსაცხებლე დედები გახდნენ მოწამე უფრო ადრე წმინდა გრიგორი პავლამა გვაუწყებს რომ ყველა წმინდა ღვთისმშობელი და მენსაცხებლე დედები და შემდეგ მოციქულები და იოანე ოქროპირი ბრძანებს რომ არაერთი ესე იგი მანდილოსანი ქალბატონი დედა გაცილებით უფრო მეტად წარემატა სულიერებაში ვიდრე მამაკაცი. ასე რომ თანაბარია ეს ყველაფერი. ყველას უფალმა მისცა თანაბარი შესაძლებლობა და პასუხისგებლობა მამაკაცს მიანიჭა, რადგან მამაკაცისაგან შეიქმნა მანდილოსანი დედაკაცი და აქ არაფერი კნინი არ არის. ეს არის საღვთო განგებულება. ასე რომ მოდით ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულებას გაუსწოროთ თვალი და ვიკითხოთ საიდან უნდა გაერკვეს პიროვნება მაინც და მაინც უნდა დავამთავრო აკადემია, სემინარია, ან დავუშვათ სასულიერო სხვა ინსტიტუტი? პასუხი მარტივია, არა. ნახეთ, ჩვენ აღდგომის დღესასწაულს შევეხეთ ძალიან ისე ზედაპირულად, მაგრამ 12 დღესასწაულში სწორედ ჩადებული ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულება. თუ საეკლესიო წელიწადი მოძრავი წრე იწყება აღდგომით, მაგრამ უძრავი წრე იწყება ძველი სტილით 1 სექტემბერს, იქაც არის პერიოდიზაცია და პირველი დღესასწაული თანამედროვე რეალობაში ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა. ვაკვირდები ტაძარში რა ხდება? მარიამობას უამრავი ხალხი მოდის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას ტაძარი შედარებით ცარიელი. რატომ? არ ესმით ამის მნიშვნელობა. აქედან იწყება ესე გამოხსნის შემდეგ მისი ტაძრად მიყვანება და ასე შემდეგ ეს დღესასწაულები ადამიანის გონებას წარმოუჩენს ყოველივეს თუ რა განიგულა ღმერთმა ცხონებისთვის. აი მარტივ მაგალითს ვიტყვი. აღდგომა ესე იგი მოხდა და რა უნდა იყოს ამაზე დიდი ტრეთით აღდგა და სიკვდილი დაეთქუნა, მაგრამ უდა გავამახვილოთ ყურადღება რომ მეორე 40 დღეს ზესად ამაღლდა. ზესად ამაღლება რომ არ ყოფილიყო ადამიანთა ხსნის საღვთო განგებულება დაუსრულებელი დარჩებოდა. წარმოუდგენელია. ეს უნდა გვესმოდეს ჩვენ რომ ადამიანის ბუნება ეს მისი განკურნება, გალფთობა ყველაზე უმაღლეს წვერვალს, აი საბოლოო შედეგს აღწევს სწორედ იქ. რა თქმა უნდა, როდესაც მაცხვარი განკასდა ეს განხთობა ხდება მყისიერად, სიკვდილი დაიდგუნა, მტერი დაუგონა და იქ მარჯვენით მამისა დასვა. ანუ პირველ პატივში აამაღლა. ნახეთ მე მოდის ამ დღეში სულფოფენობა და ისმის კითხვა. კი, მაგრამ ხო დასრულდა ყველაფერი. ახლა პიროვნული ჩემი ჩართულობაა მთავარი. მე მივიღებ ყოველივე ამას, აი გზას მივიღებ. აკი მეძახის უფალი, მოვედი ჩემ და ყოველი მაშრალი და თვითმძიმენი განგისვენ. ვერ ვარ მივდივარ. ისმის კითხვა, როგორ არა მამაო, სანთელი დავანთე, იცით? აი ზეთი ვიცხე. კი შვილო, მაგრამ აბა წლები ახსარება არ გითქვე და იხსენებს როგორ არა 7 წლის წინ თქვი ახსარება. ნუ გულის დასაწყვეტია ახსარება ეს ერთჯერადი საიდუმლოში მონაწილეობა ეხება ნათლობას, გასაგებია ნათლობა და მირონცხებას, მაგრამ სწორედ ეს არის რომ ადამიანმა ხშირად გულისხმობ ბავშვად თვეში ორჯერ საერო ცხოვრებაში ძალიან მით უმეტეს მარხვაში შეიძლება უფრო ხშირადაც და ზიარების მიღება და გაცნობიერება და როდესაც მე დგევარ ამაღლებას და ვისმენ ამ ტროპრებს
განვისწავლები საფრთხო სწავლებით და ჩემი გონება ჭრեց ადამიანთა ხსნის საფრთხო გზას თუ რო ხდება და თუ მე არ გავაცნობიერე ეს ყოველივე ეს სინერგია ვერ მოხდება ადამიანის ერისვალება ადამიანის განმტობა გავლილი გზის გაცნობიერება ღვთისკენ სავალი გავლილი გზის გაცნობიერებას გულისხმობს. იმდენად ერთმანეთთან კავშირშია საღვთო ისტორია, რომ ადამიანს ეკლესიის მთელი წლის განმავლობაში ყველა დღეს ესწავლა, ყოველი დღე ასწავლის მის არსს, ანუ როგორ შექმნა ღმერთმა რა მისცა, მე რა დაკარგა დაცემის შემდეგ და რას ელოდებოდა კაცობრიობა და ბოლოს ღმერთმა რა გააკეთა შენთვის. აი ამის გააზრება რა გააკეთა შენთვის და სად დაიყვანა შენი ბუნება, ბუნებრივი უნდა უჩნდეს ადამიანს მადლიერების განცდას. მადლიერება იწვევს მე უკვე სინანულსაც, ყველაფერი ლაგდება თავის ადგილას. აი ამ გამის გააზრების გარეშე ადამიანი ძალიან იმსგავსება აი წარმართებს რო წმენა ქონდათ, რომ აი რაღაცა ღვთაება, რაღაცა ძალა არსებობს და მოდი მე მას სანთელს დავუნთებ. ამ შემთხვევაში, როცა მხოლოდ რაღაცა რიტუალში შევწირავ რაღაცას, ესე იგი, რომ ის მე არ განმერისხდეს და ცხოვრებაში ყველაფერი კარგად მქონდეს. ანუ ისე ამ ქვეყნიურ ცხოვრებაზე გადმოდის სულიერი ცხოვრება. არც ამის უამისობა ჩვენ ღმერთს რა თქმა უნდა კეთილდღეობა და ჯანმრთელობას გააზრებულად. აი იმის გარეშე, იმის გააზრების გარეშე, იმ მადლიერების გარეშე, რაც ღმერთმა შენთვის გააკეთა, რჩება რაღაცა ქრისტიანობა აღარ გამოდის უკვე ქრისტიანობაში სახელით წარმართული წარმოდგენები. და რჩება ადამიანი იქ სანამ არ დაიწყებს ამის რეალურად გააზრებას, რასაც ეკლესია ასწავლის. აი მამა გიორგი სულიერი აღქმასთან დაკავშირებით მოვლენების ერთ საოცარ ფაქტს მოვიღვა სახელების დასახელების გარეშე რომელმაც მე შეემძრა. ჩემთან მობზანდა უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა ქალბატონი და მითხრა რომ 20 წელია ცხოვრობს ეკლესიურად და საოცრად ხელმოცარული ცხოვრება აქვს. თავიდან რო არ ვიცნობდი, კითხე სალმონებს თუ კითხულობს, გავიგე რომ კითხულობს, დილასაღამოს ოცებს კითხულობს, აი ესე იგი ხშირად ეზიარება, აღსარებას ამბობს და მიკვირს კაცო რაღაცაშია საქმე. და ჩემდა უნებურად დავუსვი კითხვა მართლმადიდებელ ქალბატონს. ქალბატონო მეთქი, ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება მიპასუხეთ, რომ გავერკვეთ რა შესაქმე და კი ბატონო მითხრა. იესო ქრისტეს რამდენი ბუნება აქვს მის პიროვნებაში მეთქი. ეს ქალი გაოცდა, იცით რა მითხრა? და რატო უნდა ვიცოდე ესო? ნუ ესე იგი მაქსიმალურად შევიკავე თავი რომ ეს და მე ვუთხარი, ალბათო მეთქი, ჩვენ თუ მართლმადიდებლება არ ვიცით რომ ქრისტეს პიროვნებაში ხა ვიფიქრე იპოსტასი რო უთხრა შეიძლება ვერ მიხვდეს ქრისტეს პიროვნებაში რომ ორი ბუნებაა რომ ის სრული ღმერთია და სრული კაცი და შეურევნელად და შეურწყმელად და განუშორებლად ერთმანეთთან ესე იგი ეს და რატომ მოხდა განკაცება ეს თუ ჩვენ არ გვესმის ესე იგი ჩვენ ცხოვრების საკითხი არ გვესმის ნუ რასეზიარები მაშინ რასეზიარები მაშინ და ნუ დამჭირდა რამოდენიმე დღე რომ აი კარგად გამეგებინებინა ეს იმიტომ რომ ნელ-ნელა იმიტომ რომ აუხსენი ცალკე რა არის ბუნება ადამიანური რა არის ესე იგი პიროვნება იპოსტასი მე სამებას გადაწყვეტ და ამ ქალბატონს უთხარი მე გაგახსენებთ ფსალმონის სიტყვებს ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი რომელთა თან არ არის გულისხმა ჭიმითა და აღვირითა უქცევნე ღაწუნი მათნი რომელნი შენ არ მოგიახნენ ეს კალი ვერ მიუახლოვდა ვერც ახსარებით ვერზე იმიტომ რომ მან არის ის ელემენტარული სწავლება რომელ ღმერთს ესე იგი ეთაყვანება ვისგან მოელის ხსნას აი ელემენტარული საკითხი მე მინდა ჩვენ ახლა სმენელი გვისმენს და გავიარეთ ჩვენ მარხვის პირველი კვირა და წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის დიდი კანონი ყველამ წავიკითხეთ მონაწილეობდით და მინდა ყურადღება მიაქციოს სმენელმა დიდების მუხლებს ზუსტად არის წარმოჩენილი სწავლება წმინდა სამების შესახებ იპოსტასური თვისებები ყველაფერია წარმოჩენილი აწდაში ძალიან ხშირად არის აწდას მუხლებში წარმოჩენილი იესო ქრისტეს ორი ბუნება და როდესაც მსახურება მიდის და მე არა ვარ ჩართული რა თქმა უნდა ვერც სულფოფენობის მნიშვნელობას ვერ გავიგებ მივაყურადოთ საკითხავების ესე იგი შინაარს რომელი საკითხავების იქ მე დავითნები კითხულობენ დაზდებილები უფალო ღაღატყავზე იქ ახლა ესე დემონსტრაციულად არ ცხადდება რომ ეხლა ჩვენ დაზდებილებს კითხულობთ მაგრამ ყურადღება მიაქციე მე დავითნე მიცის რომ უფალო ღაღატყავის დაზდებილებია იქ მე საგალობლებია იმ ანუ 9 ოდიანი გალობა არის
რომელსაც აქვს ძლისპირი ტროპრები, აი იმ ტროპარს ძალიან მიაქციოთ უნდა ყურადღება, რა თქმა უნდა სახარებას. ნახეთ, მოდის ადამიანი ვერ ვცნობ, მე სადაც მსახურობ თქვენ ძალიან წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, ძალიან ხშირად მართლმადიდებელი უკრაინელები, ბელორუსები, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მათ შორის რუსეთიდან მოდიან ჩვენთან, ადამიანი, რომელსაც მე არ ვიცნობ, ბუნებრივია, ვუსვამ კითხვას, რომ თუ არის მართლმადიდებელი, ხო ეკუთვნის მართლმადიდებლურ ეკლესიას, იმიტომ რომ არ იყოს განხეთქილებაში, რომ შეცდომა არ დაუშვათ რამ. და როდესაც მაინც ეჭვი მეყარება, მეკითხები თქვენ დღეს დაესწარით წირვას? მეუბნება დიახ. და აი ორი სიტყვით მითხარით, რა სახარება იქნა წაკითხვა. მაგალითად, მოსამზადებელ პერიოდში დიდი მარხვის, ბეზვერისა და ფარისეულის კვირა. არ იცის. მე იმას კი არ ვთხოვ, რომ აი ზუსტად მითხარი, როგორ იყო, აი ეს ორი ბიბლიური, რა თქმა უნდა, იგავია ეს პერსონაჟი, ხო? ის ფარისეველი იგავური არა, ნამდვილი პერსონაჟი, ესე იგი, ფარისეველი და მეზვერე და შენ ეს არ იცი? მაშინ რატო ხარ? რა მოხდა? მაშინ შენ ესე იგი მსახურება ვერ აგიქვი, ან ესე იგი უძღები შვილის კვირა იქნება, ან თუ ჩემთვის ხორცილის კვირა იმითი არის მნიშვნელოვანი, რომ მე ხორცს ვჭამ თუ არ ვჭამ. და ბარბარობა იმიტომ რომ ლობიო ვჭამო თუ ლობიო არ ვჭამო, ცუდად არის საქმე მაშინ. მაგრამ მე თუ მახსენდება მოსამზადო პერიოდში საშინელი სამჟავრო ადამიანის განძევება 64-დან, მაშინ ყველაფერი და ამას ვიაზრებ, რატო არის დაწესებული, რომ საშინელი მარხვა როგორ უნდა და ჯერ ლოცვა როგორ უნდა იყოს მეზევრის და ფარისეულის კვირა. როგორ გასწავლის, ანუ აბსოლუტურად ყველაფერს გააქვს ადამიანისთვის ხდება ეს მსახურება, განსწავლისთვისაც და მე გააზრებისთვისაც და მამაბიზნე ერთი წუთით შეგაწყვეტა, აი ზეგარ ვახსენეთ თქვენის ალბათონი ახსენეთ, რომელსაც ვიქნები мотиваცია ხშირად არის არასწორი, როცა ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებენ. აი ერთ-ერთი პავლე მოციქულის ეპისტოლეშია კორინთელებთან მიმართ ეპისტოლეშია, რომ კორინთელებს რომლებმაც რაღაც გარკვეული მადლი მოიპოვესო, ესე იგი საზომი გაიჩინეს თითქოს ესე იგი თავის ცხოვრების, რომ აი რაღაცა წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ და ამას მიაწერდნენ საკუთარ სწორ ქრისტიანულ ცხოვრებას, რომ ისინი კარგი მორწმუნეები იყვნენ და პავლე მოციქული ცოტა რაღაცა შეიძლება ითქვას ირონიითაც კი უხსნის მათ, რომ საზომი ეს არ არის და საზომი თავად პავლე მოციქული რომ ადამიანი რომელიც ასე განწმენდ მოციქული ასეთ მოღვაწეობაში ასეთ ცხოვრებით ცხოვრობს და ამდენ დროს ამდენი განსაცდელი აქვს მას. ანუ როდესაც რისი თქმა მინდა რომ როდესაც ადამიანი იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას და მისი мотиваცია არის მხოლოდ ის რომ მას პრობლემები მოუწევს წესრიგდეს. ღმერთის მიმართ მისი სათხოვარი მხოლოდ ეს არის, რომ აი ესე და ამისთვის მიდის ეკლესიაში და აქედან ამისთვის მოდის. ანუ ის მისი мотиваცია ის არის სინანული, ღმერთთან თანაზიარება, სწავლება, რასაც ეკლესია ხონება, დიახ. და მე ამაზე აკეთებ საზომს, გადისწლები და მე რაღაცა თითქოს ფარხმალს ხრის, რომ აი რისთვის დავდივარ. მართალი ბრძანდებით, მამა გიორგი, აი წმინდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ, უფალს აღიარებენ, ვითარცა უწყიან, ხოლო საქმით განშორებულ არიან. მე ძალიან მძიმე სიტყვებია, საძაგელ არიან, ურჩ და ყოვლისა კეთილისა გამოუწევ. აი ეს არის, იცით, როდესაც ჩვენ ყოფითი და მომხმარებლური მიდგომა გვაქვს ეკლესიისადმი. აი მინდა რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, მინდა რომ ესე იგი წარმატებული იყოს. მაგრამ ისმის კითხვა და ცხონება არ გინდა ბავშვი. ეს არის თავარი. აი მე გავიხსენე დასაწყისში ეძიებდით პირველად სასწავლო სახელმ მთისასა. ერთ შემთხვევასაც მოგიყვებით, რომელიც მე არასდროს არ დამავიწყდება, ქალბატონი მოვიდა და მითხრა რომ მისი ვაჟი 20 წლის ასაკში ნარკოტიკებს მიეძალა და ეს ქალი ძალიან სასწრაფოთში იყო. ნუ დავიწყე გამოკვლევა თუ როგორი იყო, რაში იყო საქმე და ნუ კითხვები დაუსვა. აღმოჩნდა ხა უფრო შემომოკლეს ადგილას, რომ ეს პიროვნება ბიჭი სტიხაროსანის კი იყო, აღსარებას ამბობდა. ესე იგი დადიოდა ეკლესიაში და მე ხელი აიღო ყველაფერზე. საგონებელში ჩავარდი და ანაზდეულად ქალბატონს ვეკითხები. მე თვითონაც არ ვიცი რა. ქალბატონო მეთქი თქვენ ბოლო აღსარება როდის თქვითქო? ჩემ და გასაოცრად მან მითხრა რომ მას აღსარება არასდროს არ უთქვია. როდესაც თუ კითხულობთ მეთქი, აი დედის ლოცვას კითხულობ მოკლესო. და მარხვებს თუ ინახავთ არა და მაშინ უთხარი, ქალბატონო ეს ყველაფერი განსასწრელი უფალმა სწორედ იმიტომ დაუშვა, რომ თქვენ გინდოდათ თქვენი შვილი ყოფილიყო მარტო წესიერი, მიყავდათ ეკლესიაში, მიყავდათ მღვდელთან, აბარებიებდით აღსარებას, თქვენ ეს არ ჭირდებოდათ, აზიარებდით ასე შემდეგ. და მოხდა ეს სასწაული რა, კარგად დაფიქრდით. ეს ყველაფერი ადამიანს რო განსასწრელი შეემთხვევა,
უნდა დასვას პირველი კითხვა. რატომ მოხდა ეს? ხილი ვინმესკენ კი არ უნდა გაეშვიროს. საკუთარ თავისკენ, ხო, ეს განსაცდელი შეგემთხვა და ეს იმიტომ რომ რაღაცაში მადლიერი არ ახარ, იმიტომ რომ შენ გინდა შვილი გაიზარდოს წესიერი და ცხოვრებაზე ნაკლებად გიფიქრია. კარგია რომ თავის დროზე სიტყვის არ ამბობდა აი ეკლესიაში დავდივით, მაგრამ აი ეს დაინახა რომ დედა არც აღსარებას ამბობს, არც მართლს ინახავს და რაღაც მოხდა. რაღაც ისეთი რამ მოხდა, რომელმაც თქვენი მთელი ოჯახი შეძრა. აი მადლიერება ახსენეთ თქვენ. თუ ჩვენ მართლა გვინდა მოვლენების სულიერი აღქმა, მადლიერების განცდის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მადლიერება ვისთამი უნდა გამოვხადოთ? უფლისადმი უპირველეს ყოვლისა. მშობლებისადმი, ადამიანებისადმი. აი აკურთხევდით მაწყევართა თქვენ, აი კურთხევაზე მინდა გამომახვილო ყურადღება, ისე ჩვენ ხედავთ რომ ბუნების ძალები ძალიან დამანგრეველი, აი შოვის ტრაგედია გავიხსენოთ ჩვენ, ესე იგი ცუნამი იაპონიაში დაინგრა ქვეყნები, წყალდიდობები, როგორი მომაკვდინებელი ძალა. მაგრამ ეს არაფერია უფლის სიტყვასთან და უფლის კურთხევასთან შედარებით. გავიხსენოთ ახლა ჩვენ მღელვარე ზღვამ უფლის სიტყვამ გააჩერა. უთხრა პეტრემ მიბრძანი რათა მოვიდე შენ და წყალზე დადის პეტრე და როგორც კი მისი სულიერი მზერა უფალს მოცილდა დაიწყო ჩაძირვა. ესე იგი უფალი გვეუბნება ცერცვის მარცვალის ოდენა თუ გიქნებათ რწმენა მთას გადადგამ და უფლის კურთხევით ნახეთ რა ხდება ჩვენ აღვასრულებთ ევქარისტიულ კანონს და ბუნებითი პური ჩვეულებრივი პური და ღვინო გარდაიქმნება მაცხოვრის წმინდა ხორცლას სისხლად. ეს კურთხევის ძალით ხდება. ნახეთ, თურმე კურთხევის ძალა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არის მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მოზარდ თაობას მიმართა. შვილებო, სახლიდან რო გამოხდიხართ, თავი დაალოცინეთ დედას, მამას, ხელზე ემთხვიეთ. როგორი სიბზნეა, როგორი სწორი, ესე იგი მიმართება ბავშვების და რამხელა მადლი. ახლა ბავშვისთვის ხომ მადლია და მშობელი წარმოედგინე, ესე იგი რამხელა სიხარულე რო დედა ეუნება შვილი დამლოცე აბარვასიზამს და უწმინდესი კიდევ ამატებს რომ იცოდეთ მშობლის დალოცვა, ღმერთის დალოცვა. და როგორ ლაგდება ოჯახში სიტუაცია აი ამ ერთი ქმედებით. ხო დღევანდელ ოჯახებში ხო ძალიან ბევრი პრობლემები არის. და ძალიან დავკარგეთ ეს აი უფროსის პატივისცემა. ამ ერთი ქმედებით რამდენი რაღაცა დალაგება დაიწყება ოჯახში. აი შვილი რო ამ ნაბიჯს გადადგავს რომ დამლოცე მშობელს. მე მშობელს ხო ფიქრობს ახლა მე რომ დავკურთხევ, დავკურთხო, დავლოცე. რა თქმა უნდა განსაცდელი ყოველთვის შესაძლებელია ეს გასაგებია, არ არის გასაკვირი ეს ხა უფლის ნებასაც შეიძლება ოდნავ შევეხოთ იქ. რა არის უფლის სათნოჩენითი, რა არის ანგებულებითი, რა არის რასაც დაუშვებს, ხო? ეს კატეგორიები ძალიან კარგი იქნება თუ შევძლებთ და წარმოვაჩენთ მოკლედ მაინც. ხო, ესეთ რა თქმა უნდა, ესეთ ჩვენ ადამიანებს უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე უფლის მიერ განეგება, ყოველივე. და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის სათნოჩენითი, ის რაც უფალს სურს და ამის მიმდევარი ადამიანი პირდაპირ ეთანხმება მას. ანუ სინერგია ხდება. სინერგია ხდება და ესე იგი ყველაფერი ისე მიდის, აი ადამიანი ღვთის მორჩილია. არის განგებულებითი, აი წმინდა ეფრემ ასორი გამარჯვება, როდესაც ადამიანი განისწავლება, დაეცემა, წამოდგება, უფალს შენდობას თხოვს და მიდის და არის დაშვებითი, როდესაც უფალს განეშორა ადამიანი და იქნებ აი ამ დიდი განშორებით მაინც რაღაცა, აი კიდევ შანსს უტოვებს. თუმცა ის უკვე აი მიტოვებითი ასე თქვა ეს განწირულობით ესე თქვა და აქამდე არ უნდა მივიდეს ადამიანი, არაფრით არ უნდა მივიდეს, მაგრამ როდესაც პიროვნება ამბობს რომ ღმერთი არ არსებობს, როდესაც აი ფსალმონის სიტყვები მოგახსენეთ თქვა უგუნურმა გულსა თვისაშინა არ არის, მე განირყვნესო და აი სწორედ ის გენდერის საშინელი თეორიას ვახსენეთ, ყოველად მიუღებელი მეცნიერული თვალსაზრისით, აქ უკვე მძიმე მდგომარეობა, ასე რომ ადამიანთა ხსნის საფრთხო განგებულება ჩვენ ვერ გავიგებთ თუ ესე იგი ღვთის განგებულება არ იცი და ღვთის ნება როგორ მოქმედებს. აი ნახეთ პილატეს და მაცხოვრის საუბარი. მე არ მეტყვი, ახლა ციტირებას არ ვაკეთებ. მე არ პასუხობ, მე არ მომიგებო სიტყვას, რომელსაც ხელმეწიფებაო, შენი დაჟა და მიტევებაო და პასუხობს არაფერი არ ხეგეწიფება ზევიდან რო არ იყოს მოცემული.
ერთი რამეზე მინდა კიდე მივაქცე ყურადღება, აი დღევანდელობაში რომ გაერკვეს ადამიანები, კარგად უნდა დავაკვირდეთ რას, იცით? 2000 წლის წინ ბრბოყვირის არა ქრისტე არ გვინდა, პილატე გვინდაო. მოდი დავსვათ კითხვა. ბრბო ამ დროს პილატეს ინტერესებს იცავს და პილატეს ინტერესები აინტერესებს? პასუხი ერთმნიშვნელოვანი არა. ბრბოს თავისი ინტერესი ამოძრავებს. არც პილატე უნდა ქრისტეს უპირისპირდებიან. ძალიან ხშირად ადამიანები ჩვენ ამ არჩევანის წინაშე ვართ, თითქოს და მამანი აბსოლუტურად არ ვეხებ პოლიტიკას ზოგადად ვამბობ, ერის სახელით სურს რომ ისაუბროს და პირიქით თავის ნებას ესე გვახვევს თავს. ეს აუცილებლად ვიცოდეთ, როგორც იქ ხალხი ბრბოყვირო და ესე იგი პილატეს ეუბნებოდა რომ ბარაბაო, ბარაბას ინტერესი ჰქონდათ, მაგრამ ცულებითაც არა. ბარაბას ინტერესი კი არ ჰქონდათ, მათ ჰქონდათ ინტერესი თავისი ქრისტეს წინააღმდეგ. ანდა დაუშვათ არჩევანია გასაკეთებელი. წმინდა იოანე კიბის აღწერილი გვეუბნება რომ ორ ბოროტებას შორის უმცირესი უნდა ავერჩიოთ. და ამ ბოროტების გარჩევა შესაძლებელია, მაგრამ ეკლესიური სწავლების გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ ჩვენ ეს მაგალითები უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენი უდიდესი წმინდანი უგირგინო მეფე წმინდა ილია მართალი საოცარ სიტყვებს გვეუბნება რომ სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვჭირ ჩვენ მამა პაპადაგან მამული ენა სარწმუნოება, ანუ სამი ბალავარია და როგორ გაარკვიო ვინ არის თისკენ, ვინ არის სამშობლოს ერთგული და ნახე ამ სამ ბალავარს ვინ ესე იგი ებრძვის, ვინ ანგრევს. თუ ეს სამშობლოს ერთიანობას ეხება, გასაგებია ვინ არის ესე იგი მოწინააღმდეგე შენი ქართველობის იდენტობის, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ვართ ქრისტიანები, მაგრამ ვალდებულებები გვაქვს უპირველეს ყოვლისა უფლის ჩვენი ქვეყნის სამშობლოს წინაშე, ადამიანის წინაშე, როგორც მის მოუწმინდესობა ბრძანა წმინდა ილია მართლის ტრიადა კიდევ უფრო განამშვენა ყოველი ადამიანი უნდა ადიდებდეს უფალს, უყვარდეს სამშობლო და უყვარდეს მოყვასი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირადად მე აბსოლუტურად ნეიტრალური ვარ როგორც სასულიერო პირი, ყველა ადამიანის ესე იგი მიღება შემიძლია თუ სინანურით მოდის რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ვერ მოახვევს ეკლესიას თავის მოსაზრებას, მაგრამ თუ ადამიანი სინანურით მიდის, ჩვენ შეგვიძლია ეს წრფელი სინანული მივიღოთ, რაც არ უნდა დაცემული იყოს ეს პიროვნება და ამის უამრავი მაგალითებია. შორს არ წავალ, აგერ წმინდა ღირსი მარიამ მეგვიპტელი. რაუდენ სიწმინდეს, რაუდენ სიმაღლეს მიაღწია და ის ვნება, რითაც იყო ის ახალგაზრდობაში, ესე იგი ძლეული ყველა ადამიანს აწუხებს, ყველა მოკდავს და აი სწორედ ის არის მეოხი, ეს არის გზა უფლისაკენ, რომ რატომ არის ჩვენთვის წმინდანი მეოხი, წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, მთავარანგელოზი, წმინდა მიქაელი ან ნებისმიერ სახელსაც ატარებს შენ და ეს წმინდანები და მარიამ მეგვიპტელი სპეციალური ლოცვები დაუჯდომლებდა ეკლესიური ცხოვრება სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ როდესაც ისა თუ ის ვნება გებზვის, მოძღვრის კურთხევით ასრულებ ამა თუ იმ ლოცვას და შედეგიც ნელანად გება. ფსალმში წერია, უფალმა ზეცი და გარდა მოიხილა, არის თუ ვინმე გულისხმის ყოფილ და გამომეძებელ ღვთისა და ხედავს, რომ ეს ადამიანი ლოცვას კითხულობს, ხო? მოგეხმარება. ხედავს, რომ აღსარებას ამბობს. ვერ არის მისი აღსარება ისეთი სრულყოფილი, მაგრამ აი პატარა ესე იგი ნაპერწკალსაც არ ჩაგიქრობს. ოღონდ შენ მიდი და ძალიან დიდ წვერვალებს მიაღწია, იმიტომ რომ უფალი მოვიდა ყველა ადამიანის ხონებისათვის. ყველა ადამიანს არ სურს უფლის გზაზე იარაღი. უფლის მადლი ყველას მოეფინება, მაგრამ როგორც ბასილი დიდრო წერს, რომ ღვთის მადლი ყველგან არის, თუ შენ მაგალითად შედარებისთვის მზის სხივი ყველგან ანათებს, მაგრამ თუ შენ ხის ქვეშ დადექი, შენზე ადამიანი თავისუფალნებით ირჩევს ამას. აი წეგან ახსენეთ, რომ ეს გარჩევითობის უნარი რო კონდეს ადამიანს, სად არის სიკეთე, სად არის სიმართლე, სად არ არის, სად მზაკვრობა არის. ხანდახან ადამიანი თვითონ ირჩევს. აი ერთი არის, რომ ამის გააზრების უნარი კონდეს გონებრივად და მეორე არის, რომ რამდენად შენი სული ეთანხმება ამას და შენი სული მაგალითად
არიან ადამიანები, ვისთვისაც აი მაგალითად ღამის კლუბში ყოფნა, არის მისთვის სასიამოვნო. და არის ადამიანები, ვისთვისაც იქ ყოფნა ერთი წუთიც არის ჯოჯოხეთი ფაქტობრივად. ანუ ადამიანი თვითონ ირჩევს ამას და რაღაცა შესაბამისი როგორი სულიერ საკვებითაც იკვებება, ის დამოკიდებულება უჩნდება ყველაფერთან მიმართებაში. ამიტომ ეს ყველაფერი სინამდვილთან გააზრებასთან ერთად უნდა მოხდეს შენ სულიერ ცხოვრებას, ეს უნდა მოხდეს ამის ესე ვთქვათ ერთმანეთთან შეთანხმება, რომ მე შენ ღვთისნება მოიცნო. აი ღვთისნება რო ახსენეთ წეგან, ის ძალიან საინტერესო საკითხი იყო, რომ ხშირად swame ხოლმე, რომ აი ღმერთი ხო სიკეთის წყარო არის და რატო უშვებს ამას ჩემი, რატო უშვებს გასაცილს და ეს განწირლობითინება ერთი არის, რომ მე გასწავლით, რომ გასწავლის, რომ დაგაფიქროს, მაგრამ ამაზე აღმატებული, რასაც ალბათ შეიძლება ბევრი მორწმუნე ადამიანს ვერ ხვდებოდეს, გააჩნდა სულიერ სიმაღლეზეა. ძალიან დიდი სულიერი ადამიანები, ძალიან დიდი წმინდანების ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელები დაიშვებოდა ხოლმე. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ეს სათნო ჩენეთინება, ანუ ღვთისნებას ეთანხმდებოდნენ და მათთვის წინსვლისთვის ისინი ემსგავსებოდნენ ამით ღმერთს და აქამდე მისვლა რაც უფრო მაღლაა და მეტის დათმენა შეუძლია, ის უფრო ახლოს არის ღმერთთან და ვეშმაკიც მეტად ებრძვის მას, რა თქმა უნდა. არის ხანდახან ახალი დაწყებული ეკლესიურ ადამიანს უთქვამს ხშირად, რომ აი ღმერთი ყველაფერს მისრულებს. იმიტომ რომ ჯერ ახალი მოვადრო და როგორც მოციქულები ეუბნებიან შენს მარჯვენა და მარცხენა და ჩემს სასმელს შესვამთ შენ ყველა მოციქულმა მე დიდი მოწამეობრივი ცხოვრება გაიარა. ეს ქრისტიანული ცხოვრება სულაც არ გულისხმობს იმას რომ შენ უნდა არ ახვიდე მაღლა სირთულეები არ გადაიტანო. და ამით ემსგავსები ღმერთს. ამიტომ ღვთისნების გამოვლინება ყველა შემთხვევაში სიკეთეა და ყველა შემთხვევაში ჩვენთვის ხდება. და ამის გააზრების შედეგად მე ესეთი კითხვები უკვე ადამიანს აღარ უშდება მაგალითად. ამაგერ ოდნავ შევეხები სულიერ საზრდოსაც. ადამიანი ორი ნაწილიდან შედგება. ეს მართლმადიდებლებისთვის ძალიან ესე იგი ფუნდამენტალური სწავლება, ეს არის სხეული და სული. და როგორც სხეულს ჭირდება საზრდო, საკვები, წყალი, დასაცმელი, დასვენება და ასე შემდეგ, სულს ჭირდება საზრდო. და თუ მართლმადიდებლური გაგებით სული საზრდოს არის დაკლებული, ის უთულეს მდგომარეობაშია. როგორ გავიგოთ ეს მაგალითად რაში გამოვლინდება? ერთ-ერთი სტატია იყო საპატრიარქოს ერთ-ერთ გაზეთში და იყო ასეთი რამ, რომ სათაურში იყო გამოტანილი, რატო აგინებენ შვილები საკუთარ დედებს. ეს საშინელი ცოდა. ეს სწორედ გამოვლინებაა საოცარი სულიერი შიმშილის. და როდესაც ადამიანი ვერ თანაეზიარება სულიერ საზრდოს, თაებრივ ენერგიებს, ვერ ღებულობ. სულიერ საზრდოს ვიღებთ გულდასმით წაკითხული ლოცვისაგან. სულიერ საზრდოს ვიღებთ კეთილი საქმის აღზრდა, იმიტომ რომ უფალი გაჯერდოებს აუცილებლად. ყველაზე მთავარი ზიარება მაცხოვრისმედა და ხორცთან. სულიერ საზრდოს ვიღებთ, როდესაც ჩვენ ღვთის ნებას აღვასრულებთ, ჯვარს ტვირთულობთ და ასე შემდეგ. ანუ ყოველივე ის, რაც აძლიერებს სულს. და როდესაც ადამიანი ვერ ღებულობს ამას თავისივე არჩევანის გამო, შემდეგ უკვე გადადის ბილსიტყვაობაში, მრისხანებაში, აი ვნებებში ეფლობა თქვენ ღამის კლუბი ახსენეთ, ადამიანს პიროვნება თვითონ აქვს არჩევანი სადაც წავა, მაგრამ რას უნდა დააკვირდეს ისეთ ღამის კლუბში მისი ქცევები ქრისტიანულ მორალს თუ ცილდება, თუ არ ცილდება. ეხლა მოდით გახსნილად ვიტყვი, იქ თუ ნარკოტიკებთან მაგ შეხება, იქ თუ სხვა ნებებთან, გარყვნილებასთან მას შეხვედრა, მაშინ რაღაც არ არის დაალაგებული, მაშინ ცუდად არის საქმე. მაშინ ცხონებისკენ ვერ მივდივართ. ისე რომ ადამიანს რა თქმა უნდა აქვს უფლება თავისუფალ დროს დაისვენოს კიდეც, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაც სწორი მიმართება, ოქროს შვალედი, სამეუფო გზით სიარული. ამას ეკლესიის გარეშე ვერაფრით ვერ გააკეთებ. ამას თუ არ მიენდობი ძველი და ახალი აღთქმის სიბზნეს სწავლებას ვერ გააკეთებ და რაც თავარი გჭირდება მოძღვარი, რომელიც განგისაზღვრავს საზომს. აი პირველ კლასში რა დავალება უნდა მოგცეს, მე-10 კლასში რა დავალება უნდა მოგცეს. მე ხშირად მითხრია ადამიანებისთვის, თითქოს და ახლა მე-10 კლასში უნდა იყო, იმიტომ რომ 10-15 წელია დადიხარ და წარმოიდგინე შენ წამსიც კი არ იცი. და რას აკეთებ? არ გაინტერესებს? აი ესე იგი ეს ხო სიმბოლოა. ხო, ერთ ამბავსაც მოუყვება ლოცვების ცოდნას როგორი მნიშვნელობა აქვს. ქალბატონი რომელიც 30 წელია დადიოდა ტაძარში, მოვიდა ჩემთან და მითხრა რომ მრავალ მოძღვართან მივედიო. მე კი გამეკვირდა რომ ნუ ვერ ვნახა პასუხი და აი ვერ ვურიგდები ჩემს რძალსო.
ხო 30 წელია დადიხართ მეთქი ტაძარში? კიო მითხრა და თუ ესე კიო როგორ ხშირად და ჩემ დაუნებურად კითხე მამაო ჩვენო თუ იცით მეთქი და ეწინა ხალბადოს მამაო მე ხო გიხარ ხა მამაო ჩვენო თუ არ ვიცი რა ვიცი და შეიძლება მეთქი ხათა მივიდე და ერთად თქვენ რო თქვა მამაო ჩვენო და ბუზგუნი დაიწყო მამაო ჩვენ რომელიც ანუ ლოცულობდით და გავაჩერი მათ გლას დამომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებთ ამავდეთ ამათ ჩვენთან და გაგზელებას ერთი წუთით მეუთხარი ჩვენ ხო ასე ლოცულობთ რომ უფლისგან ვითხოვთ მოტევებას იმ საზომით რა საზომითაც ჩვენ მეუტევებთ და თქვენ მეთქი მოტევებას ვერასოდეს ვერ მიიღებთ და მიყურებს ეს ამაზე კი არ მიფიქრიაო აი ეს არის მექანიკურობა ძალიან ცუდი იცით ზედაპირულობა აი რაღაცა ცუდი შეგემთხვა. მადლობა შეწირე უფალს რომ გამოგაფხიზლა, რაღაცა უნდა გაჩერდე, რომ ცუდიდან კარგისკენ უნდა შემოტრიალდე. თუ შენ დაიწყე წუწუნი და არასწორი მართება, აბა მაპატიოს მსმენელმა, აბა ახლა ღმერთი არსებობს, ეს უნდა მომხდარიყო, უკვე დაღუპვის გზაზე მიდიხარ, კიდე უფრო მიექანიობს გულზე. მადლობა შეწირე უფალს რომ განსასწრელი მოგივიდა და ამ განსასწრელით შენ შეგიძლია შეჩერდე განსასწრელმა შეგაჩეროს დაფიქრდე და მოტრიალდე და მადლობა უფალო ყველაფრისთვის თქვა ახსარება თქვა ძალიან ბევრია ამბობს ახსარებას მამაო თქვენცით მაგრამ სინანული იქ არ არის აბსოლუტურად როგორც თქვენ რაღაცას ამბობს და იგი ამ ცოდვებს ისე იმეორებს გეგონება არც არაფერი იყოს და თუ ადამიანი გულით ამბობს და ნანობს აუცილებლად უფლისგან ძალაც მიეცემა ამა თუ იმ ცოდვის ესე იგი ცოდვის დასაძლევად რადგან იქ უნდა წავდგეთ უფლის წინაშე ნამდვილად განწმენდილები მართალია ცნობილი სიტყვები არ არის კაცი რომელიც სხონდეს არასოდეს მაგრამ როდესაც ჩვენ სამჟაროზე წავდგებით ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის რომ სუფთად წარდგე იქ შენი სინთეზის წინაშეც უფლის წინაშეც კი გექნება ხაროზები მაგრამ ეს შენი უძლურების გამო უნდა იყოს და არა იმიტომ რომ დაგეზარა არ მიხვედი მაგალითად ერთ ადამიანს ვეუბნებოდი რადგან შენ მოდიხარ კვირას დილას მაბარებ ასარებას როგორც ვამშე მე მიდიხარ აბა რა ვქნავდა რა ვქნავდა თაზაში და დარჩი რომ მუშაობო ისე აწყვე შენი ცხოვრება რომ 10 მცნება არ დაარღვიო ხა ერთეული შემთხვევები გასაგებია და ხო შეიძლება ქიმია და მორიგია და კვირას დაემთხვა გასაგებია მაგრამ ყოველ კვირას არავინ არ არის მორიგი ხო გეუბნება უფალი ხო თუ მოინდომებს ადამიანს მოიხსენე დღეიგი შაბათი და წმინდა ხავი იევს დღეზე ის საქმე და შენ დღეიგი მეშვე წმინდა ხავ და შენ ამას არ ასე არ გამოვა ასე რომ სასופელი ცათა იძულების მაგრამ ჯილდო განუსაზღვრელად დიდია. მერტმე შეიძლება მოსულას სამწუხარო ჩვენი დრო მოიწურა. მოგიძინა. დიდ მადლობას მოგახსენებთ აი ძალიან საინტერესო საგულისხმო საუბრისთვის. ვფიქრობ რომ რავალ წაადგება და შეეწევა ასე თქვა სულიერ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ზოგჯერ მაყურებელი ისეთიც არის რომელიც შეიძლება არც ცხოვრობს ეკლესიურად და ან სურვილი გაუჩნდეს რაღაცას დაფიქრდეს. შევახსენებ მაყურებელს ჩვენი სტუმარი ბრძანდებოდა დეკანოზი ბიძინა გუნია დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.